მოგესალმებით, პირველად ვარ ამ გარემოში და ძალიან მიხარია. ჩვენი პირველი შეხვედრაა და იმედი მაქვს, რომ კიდევ გაგრძელდება. პოპულარობა არ ნიშნავს სიდიდეს მწერლისა. უფრო სწორად, იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალი იყოს დიდიც და პოპულარულიც. დიდიც და მოდურიც. ეს არის იშვიათი გამონაკლისი. ძირითადად მესამე, მეოთხე, მეხუთე ხარისხოვანი მწერლები არიან პოპულარულები, მოდურები, გადავა ერთი მოდა, შემოვა მეორე და აი ამ შეიძლება დიდმა მწერალმაც ამოყოს თავი. და ერთ-ერთი გამონაკლისი არის სწორედ გურამ დოჩანაშვილი, რომელიც მოდურიც იყო, პოპულარულიც იყო და მართლა დიდი ლიტერატურა გახლავთ. გადაიარა, ცოტა მიყრუდა მისი პოპულარობა, მაგრამ ისევ დაბრუნდება. ისევ დაბრუნდება, იმიტომ რომ განსაკუთრებული მოვლენაა და საინტერესო რა არის. როცა მარკეს ვახსენებ, იმიტომაც რომ გურამ დოჩანაშვილის ერთ-ერთი საყვარელი მწერალი იყო. დაბეჭდა პირველი მოთხრობები. მაშინ აღიარებულმა კრიტიკოსმა, არა მარტო კოლუმბიაში, არამედ სამხრეთ ამერიკაში დაწერა გამოხმაურება და ურჩია, რომ დაანებე თავი შვილო, არ არის შენი საქმე ეს პროზა. ისეთ რამეს მოკიდე ხელი, რაც შენი შესაფერისია, ტყუილა უნდა გადაიჩეხო და რა გინდაო, მე რა უნდა ინანო ხელმოცარული დარჩეო. რატო გავიხსენე? აი პირველ მოთხრობებზე ხან ეტყობა ხოლმე მწერალს, რომ ეს გაიზრდება და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება და ზოგჯერ საერთოდ არ ეტყობა და აი გურამ დოჩანაშვილიც იყო მათ შორის, ვისაც აი მაშინ რომ გამოხმაურებოდა რომელიმე აღიარებული კრიტიკოსი ეტყოდა, რომ შვილო დაანებე თავი ამ პროზას. პირველი მოთხრობები რომ დაიბეჭდა, არ არის შენი საქმეო და რამე უფრო იოლ ხელობას მოეკიდე. აი იმავე დროს დაიბეჭდა თამაზ ნატროშვილის მოთხრობა. დაიბეჭდა მერაბ ელიოზიშვილის მოთხრობა. ორივე მოთხრობა არის საანთოლოგია. რო წაიკითხავ, გაგიკვირდება, რომ ეს არის დებიუტი. მერაბ ელიოზიშვილი იქ დარჩა, ბებერი მეზურნეები რომ გამოვალ ქვეყნა და ვეღარ გაიზარდა და ის კია საანთოლოგია, მაგრამ მეტი საანთოლოგია ვეღარ დაწერა. თამაზ ნატროშვილი საერთოდ ჩამოსცილდა პროზას, გადავიდა ისტორიულ ესეისტიკაში და ნოველისტიკაში და იქ შედევრების შექმნა, მაგრამ აი პროზა ეს პირველი მოთხრობა ხვალდოღი იქნება ხეობაში, არის შესანიშნავი და ვეღარ გაგრძელდა და გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები არის აი ამ განწყობილებით უნდა წაიკითხო და გადის ხანი და ნელ-ნელა უცებ გურამ დოჩანაშვილი ხდება ერთი საუკეთესო პროზაიკოსი, ერთი ყველაზე პოპულარული მწერალი. ეხლა ამასაც ვიხსენებ ხოლმე. როგორც შემოვიდა პირველი აღნიშნა პრესაში მისი, სანამ მისი მოთხრობები დაიბეჭდებოდა, ის ზედ გამსახურდია მერაბ კოსტავა და მთელი ეს ჯგუფი გორგასლიანისა გამოაჩენეს გაზეთის ფურცლებზე როგორც სარეველები, ადამიანები, რომლებიც არასწორად უყურებდნენ ბედნიერ ცხოვრებას და განსხვავდებოდნენ ღირსეული ახალგაზრდებისაგან, კონკავშირლებისაგან, იმიტომ რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად იმყოფებოდნენ და უკუღმართად ცხოვრობდნენ, უნდათ რომ უკუღმართი აზრები გაევრცელებინათ და ეს იზრუნვა, როცა გადასახლებას უპირებდნენ. დაიჭირეს ეს საიდუმლო ჯგუფი იყო მათი გორგასლიანი, ყველანი 3-3 თვე ისწრდნენ ციხეში და გურამ დოჩანაშვილი ციხეს გადაურჩა მხოლოდ იმით, რომ დაჭრეს მაშინ ჯგუფში. და გაზეთში ეწერა, რომ ეხლა ციხეში კი არ არისო, მაგრამ ზუსტად ისეთივე გადაგვარებული ახალგაზრდა, როგორც ხვებიო, ჯგუფში დაჭრესო და აბა რას იზავდო, ალი ჩხუბებდაო და ასე გამოჩნდა პირველი ზვიად გამსახურდიას სახელი და გურამ დოჩანაშვილის სახელი პრესის ფურცლებზე. მერე პირველი მოთხრობები იბეჭდება და აი ნელ-ნელა უკვე აი ნამდვილი გურამ დოჩანაშვილი ეს არის ჩემი ბუჭუტა, ჩვენი ტერესა. აი ერთბაშად მთხრობელი გამოჩნდა. მანამდე ჩვეულებრივი მოთხრობები იყო. ის პირველი ხო უნდა გეთქვა, რომ თავი დაანებე აღარ გინდაო და მერე უკვე შეიძლება და მე თვითონ ასე ამბობდა, რომ შეიძლება და მათი წაკითხვა შეიძლება ეს არის და ესო. თავისი ავტოპორტრეტი დახატული აქვს მოთხრობაში საქმე.
იქ არის ლუკა პერსონაჟი და ეს არის ალტერ ეგო მისი გურამ დოჩანაშვილი, ახალგაზრდა მწერალი, რომელიც ოცნებობს, რომ დაწეროს საკაცობრიო რომანი. მეგობარს ეუბნება, რომ ქართველებს აქვთ ჭეშმარიტად დიდი პოემა და ქართველებს უნდა ქონდეს ჭეშმარიტად დიდი რომანიც. და აი იქ მიმობნეულია ცალკეული პასაჟები ისე, რომ ფიქრობს ასეთი რომანის დაწერას და უტრიალებს გონებაში ლამაზ ქალაქი, კამორა, კანუდოსი. ის რაც არის საფუძველი მისი გურამ დოჩანაშვილის რომანის სამოსელი. პირველი, რომელსაც იმ დროს უკვე წერდა და დიდხანს მოუნდა 18 წელი წერდა, გაგრძელებებით იბეჭდებოდა, გამოდიოდა და აი საბოლოოდ მოიყარა თავი და აი ეს რომანი არის გვირგვინი გურამ დოჩანაშვილის შემოქმედებისა. თუმცა ნამდვილი გურამი, როგორც გითხარით, აი მოთხრობაში გამოჩნდა თავისი ძალიან დიდი იუმორით, დიდი სარკაზმით, ლაღით ხრობით, აი მთხრობელიც რომ პერსონაჟია. ეს შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში ოთარ ჩხეიძემ და აი ეს ხაზი გააგრძელა გურამა და გააგრძელა ძალიან კარგად, ძალიან ორიგინალურად და მანამდე ქონდა ერთი მოთხრობა ხიარული ბორცვი. რომელიც შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მოვლენა მხატვრულად არ იყოს, მაგრამ რა არის საინტერესო? მოქმედება გადატანილია სპარსეთში, მაჰმუდა ალი, ასეთია მთავარი გმირი და პროტოტიპი მისი არის ზვიად გამსახურდია. ისინი მეგობრობდნენ, ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და დახატა ზვიადი, რომელიც უპირისპირდება ხელისუფალს და აწყდება გულით ამ ხელისუფლებას და არ ეშინია არაფრისა. გავა ხანი და ისინი დაშორდებიან ერთმანეთს, იყვნენ უახლოესი მეგობრები. უახლოესი მეგობრები და აი დაშორდებიან ერთმანეთს და ხმას აღარ სცემდნენ უკვე სანამ ზვიადს დაიჭერდნენ, მანამდე უკვე აღარ ქონდათ ურთიერთობა და ბოლომდე ასე იყო. მიუხედავად იმისა, ეს ფაქტიც მინდა გითხრათ, ყველამ შეიძლება არ იცოდეს და რატომაც არა, როცა ზვიადი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან შეუთვალა გურამ დოჩანაშვილს, რომელსაც ხმას არ სცემდა, რომ კულტურის მინისტრად მინდა რომ შენიყო. გურამმა თქვა უარი. მაშინ საერთო განწყობილება იყო ზვიადის საწინააღმდეგო და აი გურამ დოჩანაშვილიც აი იმ ადამიანებს შორის იყო, მოექცა ზოგი ზვიადის ყოფილი მეგობარი, ზოგი თავიდანვე ავად განწყობილი, რომელთათვისაც მიუღებელი იყო ზვიად გამსახურდია, რომელმაც მიიღეს მონაწილეობა იდეურად მის დამხობაში. ასე მოხდა. და აი აღარ უნდოდა გურამ დოჩანაშვილს გახსენება იმისა, რომ აი მოთხრობაში ზვიადი იყო თავარი გმირი. და როცა მე ეს დავწერე, გამინაწყენდა. ძალიან გამინაწყენდა ამის წამოწევა მას არ სურდა, მაგრამ ახლა სურდა თუ არ სურდა, ჩვენ ვალდებული ვართ და მოვალენი ვართ, რომ წამოვწიოთ ის, რაც იყო რეალობა. სხვანაირად რატო უნდა დაწერო? მე ყოველთვის წერ იმას, რაც არის სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ძალიან ბევრი გადავიკიდე, არა მარტო იმით, რომ როცა კრიტიკულას გამოვთქვამდი. კარგას ვამბობდი, ზოგს ისიც არ მოწონდა, რომ აი ეს სამაგეოთა ისეთი მასალები შემოგაქვსო, რა მასალები შემომქონდა, რაც სიმართლე იყო ყველაფერი. აი მაშინაც კი განაწყენებულები იყვნენ და რატო ვამბობ ახლა? ჩემი და გურამ დოჩანაშვილის ურთიერთობა ეს იყო ძალიან დიდი მეგობრობა დაწყებული, მიუხედავად ასაკობრივი განსხვავებისა, დამთავრებული იმით, რომ მეც გამინაწყენდა და ხმას აღარ მცემდა იმ წიგნის მე, რომელიც გურამმა ახსენა, რომელიც მე მასზე დავწერე და გადავიკიდე მთელი მწერლები, რომელმაც მიიჩნიეს, რომ გურამი არ არის ასეთი აღმატების ღირსი არ არისო. ძალიან აქებო. ეს არის აღსარება გურამ დოჩანაშვილისა და გურამი გამინაწყენდა ამ წიგნის გამო. იქ რა მოხდა არ ვიცი. ძნელი სათქმელია, მისი მეუღლე მithვლიდა, რომ გურამს რა ყურს უგდებო, თუ ძალიან კარგი წიგნიაო, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ ეს მოხდა. და ჩემთვის გურამი გახდა უსაყვარლესი მწერალი, უსაც ავიკითხე მისი მოთხრობა, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა.
ეს იყო ჩემი. აი ამის მერე ხელახლა მიუბრუნდი ადრინდელ მოთხრობებსაც და ამ მოთხრობის მერე ვიყავი აღტაცებული და მერე როცა დაიბეჭდა ეს რომანის პირველი ნაწილი სამოსელი პირველისა, აი მაშინ თხოვე მამაჩემს რომ გურამ დოჩანაშვილი რო არ გამაცნო, მამა იცნობდა, ვერ წარმომედგენია მეთქი და საგანგებოდ დაპატიჟა. გურამ დოჩანაშვილი მეუღლესთან ერთად და ბესიკ ხარანაული ეგცენი მეგობრობდნენ რომ გამეცნო გურამი და ჩემთვის ეს იყო აი რაღაც წარმოუდგენელი რომ და მაშინ ტარია ჭანტურია კიდეც ხუმრობდა ჩემზე რომ ასო სახში ოთაჩხეიძე ყავდესო და გურამ დოჩანაშვილზე იყო გადარეულიო მე არ ვიცი ამის თანა შემთხვევა და საინტერესო რა არის ახლა ეს მოთხრობა ეს თავარი გმირია ვასიკო კეჟერაძე ეს კეჟერაძეების მთელი ციკლი აქვს გურამს გრიშა ანუ თავარი ესეც მეორე ძმა და მესამე ძმა შალვა და მას ეწერა იქ რომ ეს უბრალოდ ვასიკო ამბობს რომ აი როგორ გითხრათო აი მე და ჩემი აი გურამ გრიშა თუ სამოთხრობე ხალხი ვართო აი მესამე ძმაო ორივე საგვჯობნი სარომანიაო და ველოდებოდი რომ მესამე ძმაზე იქნებოდა რომანი სარომანია და დაიბეჭდა მესამეზეც მოთხრობა და ძალიან დამაკლდა გულს რომანი მინდოდა და მე როცა გურამ გავიცანი როცა ახლოს ვიყავი ვკითხე რომ მოთხრობა გინდოდათ მეთქი ატყობა ჩაგეწერათ და რომანი გინდოდა და მოთხრობა გამოვიდა და არაო მითხრა თავიდანვე მოთხრობა მქონდა ჩაფიქრებულიო უბრალოდ თუ აი ამითი პერსონაჟი ავწიეო რომ აი თავარი გმირეს სარომანია მაგრამ მე მაინც მგონია რომ ვფიქრობ რომ რომანად ქონდა ჩაფიქრებული და ვეღარ მოაბა თავი. ხა საინტერესო რა არის ამ მოთხრობაში, რომ უნდა ადამიანუროს ხალხი, უნდა შეაყვაროს საქართველოს მიწა წყალი და აი ერთ-ერთი ასე მიყავს და უნდა აჩვენოს ზემო იმერეთი. მე მაინც მგონია რომ ალბათ აი ესე იყო ჩაფიქრებული რომ ამ შალვას ასე მიყავდა სხვადასხვა ადამიანი, ასე უნდა ყოფილიყო. წაიყვანდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სხვადასხვა კუთხეში და აი ასე შეიკურებოდა რომანი. აი სხვათა შორის ეს რამ გამიჩინა ეს აზრი. როცა სამანიშვილის დედინაცვალი დაიბეჭდა დავით კლდიაშვილისა, იქ უსაყვედურეს რომ ძალიან მალე მოათავეო. ძალიან მალე მოათავეს. ეგ კაცო, რა კარგი მოთხრობა, როგორ კითხულობდით, როგორ ცოცხლად კითხულობდითო და წაგეყვანა სხვა კუთხეებშიო, გადმოგეყანა, ქართლში გადმოგეყვანაო და უფრო მეტი იქნებოდაო, თხრობას მეტი იქნებოდა და მკითხველი უფრო ისეამოვნებდაო და რა თქვა დავით კლდიაშვილმა, რომ ქართლი მე ისე არ ვიციო. სხვათა შორის მინდოდაო, რომ კახად, მაგრამ არ ვიციო და ვერ დავხატავდი ქართლსო და ამიტომ შემოვიზღუდე იმერეთითო და აი აქაც გონია რომ გურამმა თავიდან ჩაიფიქრა რომ ეს მოატარო საქართველო პერსონაჟი და მე საბოლოოდ დაკმაყოფილდა რომანი გახდა მოთხრობა. ოღონდ მე გადაწყვიტა რომ ეს სამივე ძმა გააერთიანებინა ერთ მოთხრობაში შეიყვანა ზღაპრის ფორმა მიეცა და ის უკვე მარცხი გამოვიდა თუმცა თვითონ მოწონდა და გურამს მიაჩნდა რომ ყოველი მისი ახალი მოთხრობა იყო უკეთესი ვიდრე წინა. რომ სულ უკეთესი და ასე რა თქმა უნდა არ ყოფილა ზიგზაგობრივი იყო თუმცა რაღაც პერიოდში ერთ-ერთმანეთზე უკეთესი მოთხრობები და ეს რომანი სამოსელი პირველი და მოქმედება არის გადატანილი ესპანურ და იტალიურ გარემოში პერსონაჟები სახელი ასე ქვია და უნდათ აეხსნათ ვერ ახსნიდნენ რატო ეს ახირებით ახსნეს წელს რა აუცილებელია რომ ერთგვარად ესპანური და იტალიური სახელები საქართველოში ყოფილიყო მოქმედება მაგრამ აი ეს ლუკა რასაც ამბობს ეს გურამ დოჩანაშვილია რომ გადაწყვიტა რომ დაწეროს ჭეშმარიტად დიდი რომანი ვეფხის წყალოსნის შესადარი მოქმედება ამიტომ გადაიტანა სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი ახსნა და სხვათა შორის გურამი დამეთანხმა მაშინ ვეფხის წყალოსანი ხო მოიცავს თელ სამყაროს მოიცავს და ამიტომაც გააკეთა მისი ანალოგიით და თან რა იყო ახლა რთული რომ გადაწყვიტა რომ შემოეყვანა აი 20-25 პერსონაჟი ერთად შემოყავს თითო ფრაზას ათქმევინებს ახლა
მოქმედებაში და ოღონდ ხანი რო გავა რო შეხვდებიან ეს პერსონაჟები უნდა იცნო რომელია ეს არის ურთულესი გურამი დამეთანხმება რომ ურთულესი და თითო ფრაზით და გვერდების მერე იცნოდა აი ამას მიაღწია ეს იყო ძალიან დიდი ოსტატობა და გარდა ამისა ძალიან ხიბლავდა მას სამხრეთ ამერიკული პროზა და ხიბლავდა ის რომ დროში მონაცვლეობა ძალიან პოპულარული იყო ამ წერლებში, არა მარტო მარკესთან, სხვებთანაც ძალიან პოპულარული იყო და გადაწყვიტა რომ აი ეს გაეკეთებინა ხა წარსული, აწმყო, მომავალი, სხვადასხვა ეპიზოდები, ახლა თავებად იყოფა ხოლმე ასეთ დროს, რაღაცით გამოიყოფა, თქვათ სამი ვარსკვლავით არა აი პირდაპირ უცებ ერთი ეპიზოდი მთავრდება ზედების მეორე უცებ გადმოდის მესამე მეოთხე პარალელური თხრობა მიდის და არის ძალიან ცოცხლად დაწერილი ძალიან სახიფათოა იმიტომ რომ შეიძლება დომხალი გახდეს ისეთი ძნელია მაგრამ აი ამას მიაღწია და საერთოდ მასზე მოახდინა გავლენა მაშინ ძალიან პოპულარული იყო ეს სამხრეთ ამერიკული პროზა და მე ამტკიცებდა რომ მე მანამდე უკვე მქონდა ეს ჩაფიქრებული აი ესეთი ხერხებიო ვიდრე ამას წავიკითხავდიო მარკეს წავიკითხავდიო მაგრამ აშკარა თუმცა გავლენა არის მაგრამ ახლა გადახარშულია ორიგინალურია ძალიან ცოცხალია და მე მარკესისგან განსხვავებით ძალიან დიდი იუმორია ეს მოჩქებს პირდაპირ და ეს არის მისი თავისებურება და რაც შეეხება ახლა ესპანური და იტალიური სახელები რომ არის ეს ვეფხისტყაოსნის გავლენით ერთი და მეორე რა იყო საინტერესო მარიო ვარგას ლიოსას რომანი წაეგო იმ რამდენიმე ფაქტზე აი უკანასკნელი ჟამის ომი რო წაიკითხოთ იგივე კანუდოსი იგივე ეს სახელები ტრიალებს ეს ყველაფერი ჟაგონსოები ეს ყველაფერი იქ არის რა ხდება რომ არსებობდა ბრაზილიაში ასეთი ცალკე დასახლება შეიქმნა ცალკე პატარა სახელმწიფოში რომელიც ერთხანს არსებობდა და მალევე გაქრა და აი ეს ცნობები გამოიყენა მარიო ვარგას ლიოსამ პერუში და გამოიყენა გურამ დოჩანაშვილმა ეს სახელებიც აი ეს მინიშნებები რა იყო ეს კანუდოსი რომ თავისუფლების ქვეყანა აი რაღაც აი ყველა რო თანასწორ კომუნიზმი როგორც არის და აქ მიუღებელი იყო ჩვენთვის კომუნიზმზე წარმოდგენა რა თქმა უნდა როგორც აცდენა საერთოდ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და როგორც ჩვეულებრივი სიყალბის ნიმუში მაგრამ აი იქ რო აი კანუდოსი რო შეიქმნა რო აი დამყარებული სწორედ აი პრინციპები აღმოჩნდება რომ სწორედ ის არის მაგრამ რეალობაში ეს რამდენად შეიძლება განხორციელდეს კომუნიზმისა და ჯეკ ლონდონმა დაემყარებინა ერთ პატარა ფერმაში. ხალხი მოუყარა თავი, უთხრა რომ რაც გინდა და როგორც გინდათ ისე იცხოვრეთ, ფული გინდათ ჩემგან გექნებათ, რაც კი ჰონორარს ღებულობდა და საკმაოდ დიდი ჰონორარი ჰქონდა, მათ აძლევდა. რომ აგერ ფული გინდათ, საჭმელი, სასმელი, ყველაფერი ჩემგან გექნებათ და იცხოვრეთ, ლაღად არაფერი არ გინდათ და გადაგვარდა ის საზოგადოება. მთლიანად გადაგვარდა. ქალი, კაცი, მე ეს ფერმა გადაწყვეს საერთოდ და მოსაკლავად გაეკიდნენ ჯეკ ლონდონს. აი ესე დამთავრდა. და კანუდოსიც რაღაც ასეთი რაღაც იყო შეიქმნა, არავის არ გაუნადგურებია, მაგრამ თვითონვე რაღაც ამოიჭამა თავით, მაგრამ აქედან რაღაც რომანტიკულად უყურებს ლიოსაც, მაგრამ დოჩანაშვილი, გურამ დოჩანაშვილიც და რა კანუდოსი როგორც იდეალი სახელმწიფოსი. ყოველ შემთხვევაში მხატვრულად გარდასახული ძალიან კარგია და მაინც თავარი ნაწილი და ყველაზე ძლიერი ნაწილი ამ რომანის არის კამორა, რომელიც არის სატირის უმაღლესი დონე, დიქტატორული გარემო იხატება და აქ აი გურამ დოჩანაშვილის მთელი ხელოვნება გამოვლინდა. ძალიან დიდი ოსტატობა გამოვლინდა პერსონაჟების სვენა და როგორ შეიძლება დიქტატორულ გარემოში ცხოვრება, როგორ შეიძლება და ყველაფერი უნდა იყოს ამოყირავებული. ყველაფერი უნდა იყოს ამოყირავებული. ცხოველთა ფერმა მოგეხსენებათ. მაგრამ
ცხოველთა ფერმისაგან განსხვავებით ეს გაცილებით ცოცხალია. ის სატირაა. ორუელის, ჯორჯ ორუელისა მკაცრი სატირაა და გურამ დოჩანაშვილთან სატირაც არის და სატირასთან ერთად აი ეს იქ არ არის ესეთი მრავალფეროვნება პერსონაჟებისა, რაც გურამ დოჩანაშვილთან. ერთმანეთზე საინტერესო სახეებია. აი თქვათ, იხატება გრეგ რიკიო ასეთი პერსონაჟი, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციონერი ხელოვანი. ხატვარი, რომელიც თითქოს უპირისპირდება დიქტატურას, უპირისპირდება ხელისუფლებას, ოღონდ მთლიანად მათზეა ჩამოკიდებული. მთლიანად მათზეა. საზოგადოებაში უნდა იყოს აი მე გზნებარე, მებრძოლის სახელი უნდა კონდეს, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით. აგერ ხელისუფალი რომ ავალებს, რომ ისო დამიხატეო აი ეს კომპოზიცია, როგორ აი ეს მეამბოხეები, როგორი პირსისხლიანები არიან. აი ეს დამიხატეო და ის 4 კაცი იყოსო. ნახაც მე ხო გითხარიო 4 იყოსო, 3 რატოაო? მე-4 კომპოზიციაში არ ჩაეტიაო. კომპოზიციას მოგცე მე შენო, ჩატიე ეს მე-4 თორე, რაც მოგივა შენ თავს დააბრალეო. ოღონდ მერეო, როცა შენი გამოფენა იქნება და მე მოვალო და შეგაქეფო, შენო ამაყად აწიე ნიკაპიო, რომ ვითომ არაფრად არ აგდებ ჩემ ნათქვამსო. ოღონდ მეტი არ მოგივიდეს. ახლა გურამ დოჩანაშვილი ამბობდა, რომ პროტოტიპიო ამისიო კონსტანტინე გამსახურდიაო. ეს მერე როცა ზიადზე განაწყენდა და კონსტანტინეზეც, შეიძლება კონსტანტინეს თვისებებიც იყო გარკვეულად, მაგრამ რა თქმა უნდა კონსტანტინე არ არის ასე გასამეტებელი. მაგრამ ის დავხატეო, კიდე რამდენიმე ვითომ ოპოზიციონერი მწერალი და ასეთი ხასიათების ცვენაა პირდაპირ და თავარი გმირი დომენიკო, რომელიც ავტობიოგრაფიულია და რომელიც ჩემზე მოქმედებდა ძალიან დომენიკო, რატო ახლა? ასეთი თავიდან ასე იწყება, რომ ეს დომენიკოს ყველაზე საყვარელი თამაში იყო ბავშვობაში, სადღაციდან დაბრუნება. რომ წარმოიდგენს, რომ მოიარა ქვეყნიერება, არის ყველგან, ნახა უამრავი ხალხი და ბრუნდება თავის სამშობლოში. ბრუნდება დიდი ხნის მერე, მაგრამ ბრუნდება არა ტრიუმფით, არამედ გასაცოდავებული, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ცხოვრება, გატანჯული ცხოვრება გამოიარა და ბრუნდება და მოდის, ხან წაიჩოქებს, ხან ფეხზე დგება და აი მისი ახლობლების შორიდან უყურებენ არც იციან ვინ არის, უყურებენ და ვინ არის, კუნძია, ცხოველია, ადამიანია და ამას უხარია რომ მაინც რომ ბრუნდება და საბოლოოდ უბრუნდება თავის იმ კერას საიდანაც წავიდა და აი ამას ძალიან განიცდიდა ეს მოვლას. მე ქვეყნიერების მოვლას და მე საბოლოოდ ეს თავგადასავალი კიდეც გადახდებოდა. ეს იყო ჩემი უსაყვარლესი თამაში ბავშვობაში. სადღაციდან დაბრუნება და რა თქმა უნდა გურამ დოჩანაშვილის უსაყვარლესი თამაში იყო. მე ისედაც მივხვდი და როცა გავიცანი გურამმა დამიდასტურა რომ ესეც ჩემი უსაყვარლესი თამაში იყო. თავარი გმირი, რომელიც თითქოს ეს ყველაფერი თან სიზმარია, თან რეალობა და აი გალერეა რო ვახსენე. ისე გამოკვეთილი ამდენი პერსონაჟი და ყველა დასამახსოვრებელი. აი ეს არის ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. ხერებიან ზოგი მარტო პირველ ნაწილშია, მეორეში, მესამეში არ არის. როგორ შეიძლება, როგორი ოსტატობით უნდა მოახერხო ეს ყველაფერი, რომ პატარ-პატარა ეპიზოდებში ზოგი გაიელვებს, ზოგი და ეს გაელვებანი არის ძალიან დიდი ხელოვნებით შექმნილი. და მერე უკვე ძალიან დაიწყო გურამმა აი ეს ენობრივი თამაშები. ეს ქონდა უკვე აი მოთხრობაში, კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა და ეს ძალიან პოპულარულია, ტრიალებს, ყველა მიცის, რომ აი როგორ ახასიათებს, რომ ჩემი შეყვარებულია, რომელიც მერე გათხოვდაო, აი როგორი იყო იციო, როგორცაა სიტყვა მოისფრო. და დავინახეო გვერდზე მიყვებოდა კაციო, აი როგორ გითხრაო, აი როგორიცაა სიტყვა გავძეხი.
და მე ვიდექი განზე როგორიცაა სიტყვა მაშასადამე. ეხლა როცა ეს ყველაფერი ვიცით, ძალიან ისე აღვიქვავთ, მაგრამ თავიდან ამას ხო მიგნება უნდა და როგორი ზუსტია. როგორ უნდა იცოდე ენა, რომ აი ეს ასე დახატა უცებ. რამდენიმე სიტყვით დახატა მთელი აი ეს დაკარგული სატრფო, მე სატრფოს მომავალი ცხოვრება, ის კაცი რომელიც ერთი გავძახი და გათავდა უკვე იცი ვინ არის და თან თავისი მდგომარეობაც რომ მაშასადამესავით განზე ვიყავია და მე იწყება ენობრივი თამაშები, ენობრივი ექსცენტრიკა, ნელ-ნელა და აი რომანშიც აქვს, მაგრამ მე იყო ვატერპოლო ან აღდგენითი სამუშაოები, რაც თავის დროზე აღმოჩნდა რაღაც ძალიან სენსაციური ამოთხრობის გამოქვეყნდება, იმიტომ რომ აქ ენობრივ ექსცენტრიკაზე აგებული მთლიანად სიტყვის თამაშზე და ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი და გამოიწვია ძალიან დიდი დისკუსია. ძალიან, გურამს დასდეს ბრალი რომ ენას ამახინჯებს, მომხრეებმა მე დაწერეს რომ ენის დამახინჯება კი არ არის, ეს არის თავისებური სტილისტიკა, ისე როგორც აი აბსურდის სტილი ეგ არის, აბსურდის წერლები იქნებიან თუ იგივე ჯოისი, იგივე ფრანც კაფკა, აბსურდი იუნესკო იქნება, ბეკეტი, ენას კი არ ამახინჯებენ. უნდათ რომ დახატონ აი ამ თითქოს დამახინჯებული ენით, დახატონ ის გარემო, სადაც იმყოფენ, ის აბსურდული ყოფა, პერსონაჟების შინაგანი რღვევა, აი ეს მის დახატვა უნდა და გურამიც ამას აკეთებს, ხო ამაზე დავებოდნენ რომ ხო მაშინ კიდე საბჭოთა ეპოქაა და აი აბსურდი ეს უკვე დანაშაულად ითვლებოდა. თლათისი არა უგოს მანამდე რა სიმბოლიზმი იყო პირდაპირ დანაშაული. სიმბოლისტი იყავი გალაქტიონზე რომ დაწერა სიმბოლისტი, გული უსკდებოდა. იზახტო რომ არა ვარ სიმბოლისტიო, ადრე იყავი, არ ვიყავი, მე ხელახლა გადმოწერა ადრინდელი ლექსები, ხელახლა თარიღების შეცვალა, იმიტომ სიმბოლიზმი უკვე დაჭერილი იყავი. და რაც შეეხება 70-80-იან წლების დასაწყისში ეგრე აღარ იყო ოღონდ, ითვლებოდა ნაკლად. აი აბსურდის სტილისტიკა. ამაზე არ დაგიჭერდნენ, მაგრამ ეს ნიშნავდა რომ უკვე ეს იდეურად თლად სანდო არ ახარ. და აი ეს ვატერპოლომ გამოიწვია ძალიან დიდი კამათი და აი ამის მერე აი გურამი საერთოდ დაადგა ამ გზას. იმიტომ ვატერპოლო მე ძალიან მომწონდა და ძალიან ბევრს მოგწონდა, აი როცა წავიკითხეთ ეს სიახლე, ეს ენობრივი თამაშები, მაგრამ აი მე იგივე ლოდი ნასაყდრალი და ბეშთა კიდე რომანი, სადაც აი ასევეა ხან სიტყვებს ყოფს ბატონნი, ვთქვათ ასეთი რაღაც შეიძლება დაწეროს, მაშასადამე, ესეთი რაღაცა თამაშია. იცი რა, როცა იუმორით არის, ირონიით, როცა იხატება, ამას თავის მნიშვნელობა ხა, ესე გარეგნულად კითხვით ეს რა არისო, მაგრამ იქ თავის ადგილას ამას ჰქონდა მნიშვნელობა, მაგრამ აი მერე ძალიან გაუტია. ძალიან გააგზელა და უკვე როგორ გითხრათ, აღარ იყო საკითხავი ის რაღაცაც წერდა. აი ლოდი ნასაყდრალი იკითხება, ჩვეულებრივად იკითხება, თუმცა ეს ის არ არის. სამოსელი პირველი ძალიან განსხვავდება, უკვე იმ ძალისა აღარ არის, მაგრამ საკითხავია, კარგი საკითხავია. და აი მერე უკვე, აი ომარა და გივია, აი ესეთი რომანი დაწერა, არის ვეებერთელა 500 გვერდზე მეტი და ვერ წაუკითხავ. აი რამდენიმე ადამიანს გვაქვს საკითხული ხლა, მე გადავდე თავი და წავიკითხე. უნდა წამეკითხა რა მექნა. აი რა მექნა და ესე რამდენიმე ადამიანმა და ისე ეს იყო აი გულს ვერ დავდებ, იმიტომ რომ ეხლა რა ხდება, როცა აი სიტყვის თამაშია, როცა ამას ეს რაღაცისთვის კეთდება, ხო? რაღაცისთვის არის, რაღაც უცებ უნდა რაღაც ამოვარდეს ისეთი, რომ გიღირდეს ეს ყველაფერი და აი მაშინ თუ ეს არ არის, სიუჟეტი არ არის, ხასიათები არ არის. და თან როგორ ხა თვითონ როგორ ამბობდა. ეს ის დროა უკვე რომ დაშორებულები ვართ მე და გურამი ერთმანეთს და ესე ვიცი რომ ურჩევდა ადამიანებს რომ ესე კი ვერ წაიკითხავთო. დღეში ერთი გვერდი უნდა წაიკითხოთ. ისე როგორ თვლიდა რომ დილიდან საღამომდე უნდა გეკითხა. დღეში ერთი საქმე არა გაქვს, სამსახური არა გაქვს.
ოჯახი არ აკავს, დილიდან საღამომდე უნდა იკითხო, იმიტომ რომ მე სასვენი ნიშნებიც უცნაურად არის. სადაც ძიმე უნდა იყოს, ძახილია, სადაც ძახილი უნდა იყოს, მძიმეა. წერტილი სად არის კაცმა არის ის იგი ახალი გრამატიკა ლიანად. და ეს სიტყვები, ეს თამაში, რომელიც მე რა მაოცებდა, რომ რანაირად ხდებოდა მისი ტექსტების აწყობა და დაბეჭდა. იმიტომ რომ კორექტურას როგორ კითხულობდნენ, ჩემთვის ეს არის სრულიად აუხსნელი, ვინც ამის კორექტურას კითხულობდა, ის არის გმირი, იმიტომ რომ ყველა სიტყვა უნდა ამოწმო დედამთან, იმიტომ რომ არც ერთი სიტყვა უკვე აღარ იწერებოდა სწორად. და 4-ჯერ მეორდებოდა თუ 5-ჯერ ხონდა ჩაგეხედა დედაში, ეგეც არის, იმიტომ რომ რაღაცა პრინციპი არ იყო, იმიტომ რომ შეიძლება იცოდე რომ აი აქ ასე ყოფს. არა, რაღაცა პრინციპი, არა, მე რო შედიხარ, არა, ასე იგივე აი ხელნაწერები, მოგეხსენებათ, ახლა აი მე მინახავს ხელნაწერები, რომ დამიხედავს, თქვია გული, ამის როგორ უნდა წავიკითხო, მაგრამ მე რო უკვე ალღოს აუღებ, მე კითხულობ. აი აქაც ახლა ფიქრობ, ალღოს რო აუღებ, მე არა, გადიხარ ბოლოში. ვაი უბედურებით და ვერ იგებ. არა, ეს არის, ხო და არა, თუ რაღაცაზე, იმიტომ რომ რიტმი უნდა გქონდეს, მუსიკა უნდა გქონდეს. აი რაღაცა უნდა ჩაგითრიოს და დღეში ერთიო და წელიწად ნახევარშიო გახვალ ბოლოშიო. იგი წელიწად ნახევარი არაფერი არ უნდა გეკეთებინა და უნდა გეკითხა დილიდან გვიანობამდე რო გახვალ ბოლოში, მე წელიწად ნახევარი არ ვიკითხე, მე აი რა ვქნა, უფრო მალე წავიკითხე და შეიძლება მაგის ბრალიც იყო რომ ესე აღვიქვავ და წელიწად ნახევარი რომ ეკითხა, მაგრამ რანაირად უნდა გადამედო ცხოვრება. რანაირად რომ არაფერი არ ვაკეთო და მარტო ეს ვიკითხო, იმიტომ რომ უძნელესია. აი იწყებ კითხვას, აი ერთი გვერდი და აი უძნელესი და თვითონ მოწყონდა ეს. თვითონ მოწყონდა, იმიტომ რომ თვლიდა რომ თვითონ თვლიდა რომ აი ესო ჩემი საუკეთესო რომანებია, ეხლა მივაღწიაო. აი ეხლა ისო აღარ ის უკვე მოძველებულად მიაჩნდა და ეხლა რა არის იცი აი გურამ ეს არის ჯეიმს ჯოისი, ხო? ულისეზე ხო ამბობენ რომ ძნელი წასაკითხია. რა არის იცი? ვინც მას ინგლისურად წაიკითხავს, არ არის ძნელი წასაკითხი ულისზე. ძალიან მუსიკალურია. ძალიან რიტმი ხა. ქართულ თარგმანში ნიკო ყიასაშვილმა რაც გააკეთა, დიდი საქმე გააკეთა, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იყო, ფაქტობრივად მან შექმნა წყარეთი. ის რაც არის, ის არის კარგად მომზადებული წყარეთი. დიდი საქმეა. მაგრამ აი ინგლისურად რო კითხულობ, არის მუსიკა. მუსიკა გითხრევს და მიყეხავთ, აი ამაშია საქმე. პრუსტზე ამას ამბობენ, პრუსტი ხო ძალიან დეტალებია, წვრილმანებია, რომ აი შეიძლება 70 გვერდი იყოს იმაზე, რომ აი ორცხობილა შეჭამა კაცმა და აი ორცხობილა როგორი გემოაგდა, აი, მაგრამ როგორც ამბობენ, რომ ძალიან მუსიკალურია. ძალიან რიტმულია და ესე გარეგნულად შეიძლება ეს იყოს სულ ვითომ არ სიუჟეტი არ ვითარდებოდეს, მაგრამ გითხრევს, შედიხართ. უილიამ ფოლკნერი არ არის ძნელი წასაკითხი, ძნელი წასაკითხია თავიდან. თუ გაუძლებ რამდენიმე გვერდს, მე უკვე ძალიან რიტმულია. და აქ რიტმიკა არ არის. რიტმი არ არის, მუსიკა არ არის, ხასიათი არ არის, არაფერი არ არის და ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ იცით რა, აი მე რას ვფიქრობ, რომ ეს რაც მან შექმნა, ეს არის საინტერესო მკვლევარისთვის. ფსიქოლოგისთვის, ლიტერატურის ცოდნისთვის, რომ აი რატო დაწერა ეს, რანაირად არის. ეხლა იქ კარგი მიხვედრებიც აქვს, ზოგიერთი ისეთი სიტყვა, ისეთი ფრაზა, ისეთი გაელვება, მაგრამ ახლა იმის გულისთვის ამხედა რომანის დაწერა, რა ვიცი. მაგრამ აი ისიც თქვა, აი მკვლევარისთვის საინტერესო მასალაა. ძალიან საინტერესო, მაგრამ კითხველი მას არ შეიძლება ყავდეს. შეუძლებელია მას ყავდეს. აი ავტობიოგრაფიული რომანი დაწერა, ისიც ავტობიოგრაფიული როგორი მღელვარე ცხოვრება ქონდა ძალიან და იქ უფრო იკითხება. ის ასეთი ძნელი წასაკითხი არ არის, იმიტომ რომ მაინც თავის ამბებს ყვება, თავის თავგადასავალია. ბატონო? არა, ავტობიოგრაფიული რომანი. ეს ნოეს აი ბოლო დროს და თან არ ჩერდებოდა. მან თქვა რომ 60-ელი პირველი რო დაამთავრა, თქვა რომ მე რომანის დამწერია არა ვარო. ამდენი წელი მოუნდიო, კიდე რომანიო ესაც შემიძლია და ბოლო დროს აი ზედიზედ რამდენიმე აი კაცსახელად ნოეს, ომარი და გივია, აი ესენი დადო და
აი ესეთი რაღაცა მოხდა, მაგრამ ჩვენ ვაფასებთ მწერალს მისი მიღწევით არა ხა. გალაქტიონ ტაბიძეს მიაჩნდა რომ მისი საუკეთესო ქმნილება ეს იყო მშვიდობის წიგნი. რო დაწერა მშვიდობის წიგნი, თქვა რომ აი ეს სოფლიო სახელს მოიპოვებსო და როგორც ეპიკოსი, გალაქტიონი იყო სუსტი. როგორც ლირიკოსი არის უდიდესი. და მიაჩნია რომ უფრო დიდი ეპიკოსია ის იმას ეჯიბრებოდა შოთა რუსთაველს. მშვიდობის წიგნი რა დაწერა. ეს მშვიდობის წიგნი რა არის? ახალი წიგნი, ახალი ვეფხისტყაოსანი. თავარი გმირი ტარიელია და ის რუსთაველთან აქვს იმასაც. რო უწერია რომ ჩვენი დრო ახალ რუსთაველს ელის. ეხლა ეს რა იყო? რომ დამინახეთ რა ახალი რუსთაველი ვარ უკვე რა თქმა უნდა, ასაკვე აბა ელის ახლა გალაქტიონი და მაგრამ საინტერესო რა არის, მწერლებს არ უნდა დაუჯერო, როცა იტყვია ის აი ჩემი საუკეთესო ნაწარმოები. აი გურამ დოჩანაშვილი ამბობდა რომ ომარი და გივია არის მწერვალი და აბა ახლა და თუ დაუჯერე არა მაშინ დედას ხო თავისი ნაიზეთი ხო აი გალაქტიონს ასე აი მომაქვს ხოლმე მაგალითი ხო სერვანტესის მაგალითი მომაქვს სერვანტეს მიაჩნდა რომ მისი საუკეთესო რომანი იყო პერსილესისა და სიგიზმუნდას ყარიბო აი ეს რო აი ეს დავწერეო დონ კიხოტი არ მიაჩნდა ეს რომ რამე იქნება ხო ციხეში ვიყავი რაღაცა ხო უნდა დამეწერაო საქმე არაფერი მქონდაო და ბოლ ისე გარდაიცვალა რომ მიაჩნდა რომ სახელს გაუთქვამდა ეს პერსილესი და სიგიზმუნდას თავგადასავალი რომელიც არის ჰელიოდორეს რომანი არის ანტიკური რომანი მოაქცია ესპანურ გარემოში მაგრამ თვითონ მოწონდა და ესე იგი რო დაუჯერო მწერალს აი დაგვეჯერებინა სერვანტესისთვის დავიწყებული გვეყოლებოდა უკვე საუკუნეების წინათ აი ესეც საინტერესოა იგივე გალაქტიონთან კაცო ლექსები რა საინტერესოა ის ლექსები აქვს რო საუკეთესო ლექსება თვლის იმას რასაც ჩვენ არ ვაღიარებთ საუკეთესო ლექსებად აი ჩემი საუკეთესო ლექსი ეს არის მესაფლავეო და ვახტანგ ჯავახაძემ საერთოდ არ შეიტანა გალაქტიონის კრებულში მაინც უნდა შეიტანო იმიტომ რომ გარკვეული და საერთოდ არ შეიტანა რომ ესო არისო გრიშაშვილიო უფრო კარგად დაწერილი ვიდრე გრიშაშვილი მაგრამ მაინც გრიშაშვილიაო და გალაქტიონს მიაჩნდა რომ მესაფლავე იყო მისი საუკეთესო ნიმუში აი ეს იყო ეს უცნაური ამბავი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა რა კი ვაფასებთ მიღწევებით გურამ დოჩანაშვილთან სამოსელი პირველი და ის რამდენიმე მოთხრობა აი განსდგომის შუა კაცი ქონდა რომელიც მე ძალიან მომწონდა ძალიან დიდი ტრაგედია ის დიდი მოთხრობა არ არის აი დიდი ტრაგიზმით ახსავსე აგებული არის ამ ათმცნებაზე კაცი არღვევს 9 მცნებას და კმაყოფილია რომ არაკაც კლა ხوارდამირღვევიაო ეს ერთ-ერთი ხوارდამირღვევიაო და ძალიან საინტერესოა რომ ამ ცოდვასაც ჩაიდენს ოღონდ ჩაიდენს ისე თვითარებაში რომ ცოდვათ არ ეთოლება მორწმუნე ქალი ძალიან მორწმუნე ქალი რომელიც თავს ვერ იკლავს იმიტომ რომ მე თავი მოვიკლავ ჩემ შვილს იქ ვერ შევხვდებიო და ამ კაცს უბიძგებს რომ მოკლას ეს კაცი კლავს და ეს არის ძალიან ღრმა მოთხრობა ხა წარმოიდგინე და აი დოსტოევსკისებურად არის რა დოსტოევსკის სამთხოვეს ჩავლებრივი ამბავი ხდება აი მასთან არის თქვა შეიძლება იყოს ქალი მეძავი და იყოს წმინდანი არა იმავდროს აი ასეთი რაღაცები და გაჯერებს ხო ამაში დოსტოევსკი ხო გაჯერებს აი გურამ დოჩანაშვილი გაჯერებს რომ აი ეს ცოდვა რომელიც ჩაიდინა და ადამიანი მოკლა ამან გადაწონა დანარჩენი მისი ცოდვების და ეს კარგი საქმე გააკეთა იმიტომ რომ ეს ქალი გაათავისუფლა ამ ქვეყნიური ტანჯვისაგან ეხლა გაიზიარებ თუ არ გაიზიარებ ეს კი არ არის მთავარი როგორ არის დაწერილი და ძალიან დიდი ხელოვნებით არის დაწერილი ძალიან დიდი ხელოვნებით და აი ის რატო დაემართა რომ ფიქრობ ის რომ აცდა ბოლო დროს აი ის დაკარგა რასაც ყველა მწერალი კარგავს ეს არის იუმორი გარკვეული ასაკის მერე ეს იუმორი ან ეშრიტებათ ან უფერკრთალდებათ და ამიტომ იუმორის იმედი აღარ უნდა გქონდეს აი მიხეილ ჯავახიშვილის აი ყვაჭანტირაძეში მოჩქებს იუმორი სატირა ირონია სარკაზმი
აი კომიზმი, ყველაფერი. იმის მერე იუმორი არ აქვს და არც უცდია რომ ქონოდა. აღარც უცდია. კვაჭანტიაძე დაამთავრა. ნოდარ დუმბაძის პირველ რომანებში როგორი იუმორია. ხეა იუმორია მოჩქებს. ბოლო რომანი იუმორის ნასახი არ არის. იუმორის ნასახი არ არის. და როცა ენობრივი ექსცენტრიკა გინდა ადამიანს, ენობრივი ექსცენტრიკა ეგა იუმორი თუ არა გაქვს, ამას უნდა მოერიდო. ირონია, ამიტომ მანამდე აი ვატერპოლოში ეს სიტყვის თამაში აი მომხიბლავია პირდაპირ. ძალიან მომხიბლავია. და აქ უკვე თლიანად გადავიდა თამაშზე, იუმორი აღარ იყო და გადაწყვიტა რომ აი ძალა დაეტანებინა და ძალდატანებით ხატრული ქმნილება ვერ შეეთხზება. ამას ვერ შეძლებ. ეს არის გამორიცხული და აი ეს მოინდომა. და საერთოდ ერთი რამეა, რომ წერალმა არ უნდა დაატანოს თავს ძალა. არ შეიძლება ეს. აი ანა კალანდაძე როგორ სწორად მოიქცა, რომ წლები გადიოდა და სტრიქონს არ აქვეყნებდა. ეხლა წებიანი უბნევიან, რომ არიქა უნდოდა ხა ანა იმხელა ტექნიკა ქონდა, იმხელა რომ ყოველ წელს შეეძლო რომ კრებულები გამოეცა, რომელიც წასაკითხი იქნებოდა, მაგრამ ეს ის არ იქნებოდა. და სანამ რელიგიური ნაკადი არ გაიხსნა, მაშინ ლექსები წლები არ დაუწერა, აი ეს მერე მთელი ციკლი. ეს იყო ძალიან ახალგაზრდობის ლექსები და მერე უკვე აი შუახნის ლექსები, რამდენიმე 10 წლეულის მერე და აი კიდევ ანა იყო. იგივე მუხრა მაჭავანი, რომელიც აღარ წერდა ლექსებს და ეუბნები ატო არა წერ. იმიტომ რომ ახალი არ იხსნება მასში. ახალი არ არის და ამიტომ არ უნდა დაატანო ძალა. შემოქმედება არ არის აღმავალი პროცესი. ზოგი თავის საუკეთესო ნაწარმოებებს წერს ახალგაზრდა. აი რემბომაც, არტურ რემბო პირველი ლექსები რო გამოქვეყნა, აღიარეს პირველ პოეტად. სტრიქონი აღარ დაუწერია მე. დაანება თავი პოეზიას, იმიტომ რომ მიხვდა რომ ვეღარ გააგრძელებს. ესიც აღარ იქნება. თორე იმ ვარიაციებს შექმნიდა. იმის ვარიაციებს და წასაკითხი იქნებოდა, დასაბეჭდი იქნებოდა, ის არ იქნებოდა და დაანება თავი. და გურამი ვერ შეეგუა იმას, რომ უკვე იუმორი დაკარგა, უკვე ეს იმას ვეღარ ქმნის, უნდა გაჩერდე. უნდა გაჩერდე თუ აღარ შეგიძლია. აი ეს მოხდა, ასე მგონია. მერე ვახტანგ ჯავახაძემ დაწერა, რომ აი გურამ დოჩანაშვილის ამ ბოლო რომანების მოთხრობების მიხედვით, ახალი გრამატიკაც კი უნდა დაიწეროსო, ეს იქნება ანტიშანიძე. კი ბატონო, ეს ხო, შანიძეს გრამატიკა, ხო, აი ამ კი ბატონო, როგორ არა. შეიძლება ასეთი თამაში როგორ არა და შეიძლება აი გრამატიკულად აი ამ გურამის, აი ამ წიგნების მიხედვით გამოკვლევა დაწერო და იყო ძალიან ცოცხალი და საინტერესო. მაგრამ როგორც გითხარით, ეს წასაკითხი საკითხავი აღარ არის. მაგრამ რაც საკითხავია, ცოტა არ არის, რომანი, რამდენიმე მოთხრობა და ნამდვილი გურამ დოჩანაშვილი, რომელიც ეხლა შეიძლება ისე აღარ არის პოპულარული ეს ყველაფერი, მაგრამ მისი დრო მაინც დადგება და ისევ დადგება. მე მახსოვს ის დრო, გურამს უყვარდა ძალიან ლიტერატურული საღამოები. ძალიან უყვარდა და იმიტომ რომ კითხველი წყავდა. უამრავი ხალხი მიდიოდა. უამრავი ხალხი ესწრებოდა, გამოდიოდნენ. ეს მიწევდა რა თქმა უნდა გამოსვლა და დიდი სიამოვნებით, რატომაც არა, ერთხელ ხაშურში დაპატიჟეს გურამი. ხაშურელებმა და მითხრა რომ არავინ არ მინდაო, მე და შენ წავიდეთო, ხაშურში ჩავიდეთო და ხა ჩემთვის რა იყო წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი და იქ ჩატარდა დიდი სამბით და იქიდან რომ მოვდიოდით გზაში მითხრა რომ რა არის იციო ზვიად გამსახურდია სახელზეო ყოველ საღამოს სანთელს ვანთებ ხო ხმას არ ასცემდნენ ერთმანეთს და ეს იყო ჩემთვის აი ამაზე ავაგე ის წიგნი ჩემი ახსარება გურამ დოჩანაშვილისა და მე ნანობდა რატო უთხარიო მაგრამ მითხრა და რა დავაჯერდო რატო მეუბნევი ხლა წერას არ უნდა უთხრა რა რო ეთქვი ის გამოიყენებს ხო გამოიყენებს რა თქმა უნდა და არ უნდა ეს ამის გამოტანა მაგრამ მე დავწერე და ეთყობა ამის გამოც განაწყენდა მაგრამ ეს ხო კარგი ფაქტია ხა წარმოიდგინეთ ყოველ საღამოსო მაგას ხო შვილი გურამს ხო შვილი დაეღუპა
ძალიან ისე რა უცნაურად ბელეტაჟის აივნიდან გადმოვარდა და დაიღუპა. თან მიწაზე დაეცახა. ირაკლი ლომაური მოგეხსენებათ ყველას მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაასკდა ასფალტს. და გათიშული ერთი თვე იყო გათიშული და მოვიდა გონზე და აღარაფერი ჩვეულებრივად გააგზერა წერაც და ყველაფერი და ეს ბიჭი ასე ტრაგიკულად და ეს მითხრა რომ ჩემი შვილის სახელზე ვანთებ სანთელსო და ზვიად გამსახურდიას სახელზეო და რა ვიცი აქ ჩემთვის ახლებურად გაიხსნა გურამი და ეს წიგნი ამაზე ავაგე ეს დავწერე და ამის მერე მოვიმდურე. მაშინ ერთ ეპიზოდსაც გეტყვით, იმიტომ მე მაინც მიყვარდა ბოლო დრომდე მიყვარდა, იმიტომ რომ ჩემთვის აი უსაყვარლესი მწერალი იყო ყოველთვის და ზეპირად შემეძლო მთელი გვერდების თქმა, მთელი გვერდების, თუ გინდათ ეხლა შემომოწმეთ, სამოსელი პირველიდან და მიხაროდა რომ ვამბობდი და ჩემდა შეხვდა. იცოდეთ მაინც, ჩემდა შეხვდა, რა თქმა უნდა, იცნობდა ვიღაცასთან ერთად ხვდება და უთხრა რომ ნატო აი ესო იცოდეო რომ ეს ყველაზე განათლებული ადამიანია დღეს საქართველოსშიო და გაჩერდა და ერთი ადამიანი კი იყო ამაზე განათლებულიო და რატო მიხვდა რომ მე მგულისხმობ და იყო და აღარ არისო და ჩემთვის აღარ არის. ჩემთვის აღარ არის აი ხოდა აი ასე ხოდა წარმოიდგინეთ რა მე ამაზე რო ვიხსენ ძალიან გულისხმობ ჩემ უსაყვარლეს წერილად დარჩა მაგრამ აი ეს უთხრა ხო აი ეს არის ხო ის ვინ იყო ვინც გააცნო კითხველი აი ის კითხველი რომელიც ჩათვალა რომ ისი ჩემზე ნაკლებ განათლება დღესო ეგ არის მარტო და მაგრამ ის აღარ არისო და ჩემთვის აღარ არის ეგ და მე რა კი აღარ ვარსებობ უკვე ის დარჩა ხო ის ერთი დარჩა იმიტომ რომ წერალი არ იყო კითხველი იყო მაგრამ კითხველი ეთყობა განათლებული კაცი იყო გურამიზი არ ეთყოდა მაგრამ აი ესე გამიმეტა ძალიან გამიმეტა და არა და მისი მეუღლე მithვლიდა ხო გეუბნებთ იმის ძალიან უყვარდი აბა დაკარგო არ არის ეს აბა რა არის ჩემი გამოტება შეიძლება ეს ხოდა აი ვაგაც აი ეს მისო ძალიან კარგი წიგნიაო გურამს არ დაუჯერო შენო მაგრამ აბა რა მეკრა აი ასე იყო ჩვენი ბოლო და ისე გარდაიცვალა რომ აი ეს რამდენჯერმე რომ შემხვდა ძალიან ცივად შემხვდა ჩემი ისიც არის ბრალო მაგწიგნის წარმოებაზე მე დაურეკე ხოდა აი ხოდა საბოლოოდ არის რატო მოხდა ასე მე ამის ახსნა არ შემიძლია ნუ რა ვიცი ახლა ხო გეუბნებით წიგნი პანეგირიკია ეს არის ძეგლი და ვინც აიკითხავს დამერწმუნება აი უზომო სიყვარულით არის დაწერილი და ის სიყვარული მე არ შემცვლი არც იმის მერე როცა თქვა რომ აღარ არსებობს არ უნდა რომ ეს თქვენ დაგეწერათ ხო დაიყო მეც მას ხო არ უნდა რომ ეს გამოეტანა თქვენ დარწმუნებული ვარ კარგი განზრახოთ გააკეთოთ მაგრამ მას ხო ეს არ უნდა მე მგონა უნდა და რა ვიცი ახლა ვერ არ წარმოვიდგენ რატომ მიყვები რატომ მეუბნები შეიძლება მიგიჩნიათ ძალიან უშუალო ახლო ხო მაგრამ ეს ხო კარგი ფაქტია და ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან ბევრ ადამიანს ვინც განაწყენებული იყო გურამზე შეეცვალა აზრი დასაკვირველი ამის მერე ეს ფიქრობდა რომ ის გარდაცვალებას დაელოდებოდა სადმელოდა ახლა ხოდა სადმელოდა იმიტომ ვერ მოვითმინე მარტო ეს არა ეს ფაქტი ხო არ დამიწერია წიგნი დავწერე და თელი წიგნი და ამაზე ავაგე ახსარება გურამისა იმიტომ რომ მე ხო გეუბნებით ჯერ ერთი კარგი ადამიანს ხატავს ძალიან კარგად და მე მას არ უნდა ხო აი ეგრე გამოვიდა მე ვერ წარმოვიდგინე მისი სულიერი სიღრმე და მისი სინამდვილე კი და ძალიან ბევრი ადამიანი შევაბრუნე გურამისკენ რომელსაც წინდათ რომ ზვიათთანო ამტყუნებდნენ რატო დაემართა ეგო ზვიათს რატო დაუპირისპირდაო ძალიან გული წყდებოდა და აი ამ წიგნმა ჩემმა შეატრიალა აი თურმე რაცო აი სანთელს
არა, ეს არ არის უბრალო ამბავი, ეს ადამიანის სიღრმეზე მეტყველებს. ძალიან დიდი სიღრმეა და აი ეს მე გამწირა და ხო და რა ვქნა, აი ძალიან შეიძლება არქენამდე გაგეცნოთ არ ქონოდეს. აბა ეხლა ყველაფრის მე იცი ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ მე გულწრფელი ვიყავი, როცა ვწერდი და მე ამას გურამისთვის ვაკეთებდი, ჩემთვის გამიკეთე. მე რა თქვენ დას გააგონა ეგ სიტყვები რომ თქვენამდე მოსულიყო. ხო, რა თქმა უნდა. კი. და ზვიანის გაიგუტო და სანთელს უმთელდა და თქვენ გაგიგუტა და ეხლა გულში როგორ უყარდით ხო ვერ გეტყვით. იმიტომ რომ და საინტერესო რა არის? ხო, თან დედაჩემის მოკლ მამა ჩემის სათავყანებელი მწერალიო, დედაც მოიკითხა, დედას იცნობდა ყველა და მე ხო და საინტერესო რა იყო, ბოლო დროს ცხოვრობდა ეკლესიაში. და ყავდა, ხო მოძღვარი ხო ყავდა, მაგრამ საინტერესო რა, სადაც დადიოდა დაყავდა მეუღლე და მოძღვარი. აი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი რო ჩატარდა. იქ მეც ვიყავი და უცებ დავინახე გურამი გუდელი და მისი მეუღლე. ახლა მეუღლეს კი მივესალმე მოწიწებით, მაგრამ აბა გურამს არც მივკარებიო და მე ვიკითხე რომ ეს გუდელი საიდან მოხვდა მეთქი და ეგრე დადის საერთოდ. მე ხო აღარ ვიცოდი გურამი როგორ დადიოდა. ხო და ეგრე დადის რომ გუდელთან ერთად როგორც წესი სხვანაირად აღარ ცხოვრობდა. წარმოიდგინეთ. მეგობრობდა ბოლოს ძალიან ახლოის ქონდა. ივანე მჭედლიშვილი. კი, არა, კი, მეგობრობდა კი არა, უიმისოდ ვერ აძლევდა და გუდელთან როას ახარ გადაკიდებული, ხო უნდა გიყვარდეს, გიყვარდეს მტერი შენიო და მოყვასი შენიო, ახლა მოყვასი შენი ხო ბრუნდა. ძალიან უყვარდა. გულში, მაგრამ გულში ალბათ მაგის იმედი მაქვს, მაგის იმედი მაქვს, რომ მეორე ამბავი წაკბინა რა. შეიძლება ესე ვერ გიბოდიშებდათ, მაგრამ აი პირიქით აი ამ თავის სიყვარულს ასე გამოხატავდა. იყო წარსულზე ლაპარაკობდა ჩემზე, რომ ეს იყო ერთ დროს იყო. იყო აღარ არისო ახლა. ეგეც ხო მაგარია. ნატო დარჩა გაოგნებული დარჩა. ვარა რომ აღარ არისო რა. ტექსტი დაუბრუნდეთ და შეკითხვა დავსვა. კი ბატონო. 61-ში არის თავები, როცა მკითხველი, ესე იგი, ავტორი შემოდის ხმობაში. დიახ. ანუ ავტორი ყვება რაღაცა, მკითხველს როცა მიმართავს და ეს თავები, როცა ბევრჯერ მოხდა წაკითხული და როცა ვკითხულობ ხოლმე, როცა ვკითხულობდი უბრალოდ ეხლა აი ხანი არ წავიკითხავს, მაგრამ რაღაცა პერიოდის მერე უცბად ესე მივხვდი და გამინაცდა, რომ ეს არის პოეზია პროზაში, ვერლიბრით არის დაწერილი. არაერთი პასაჟი. აი ეს კონკრეტულად ეს თავები ეს თავებიც და აი კანუდოსის მონაკვეთები. კანუდოსი პირდაპირ პოეზიაა და საერთოდ მასიელი მეგონის სულ ლექსები. აი ხო, აი მაგას ვამბობ, მენდეს მასიელი და იმის გარდა აი იქა ბევრია ძალიან პოეზია შემოდის და გადაწყვიტა რომ ლექსების გამოექვეყნებინა. გადაწყვიტა და დაწერა ლექსები დაწერა და ბესიკ ხარანაულს უთხრა რომ ბესიკო ჯერო შენ წაგიკითხავო და შენ რასაც მეტყვიო როგორც გადაწყვეტო და უკითხავს და შეხედა ბესიკს და რა სიტყვიო ბესიკო და მოდი პროზა გააგზელეო რა და ხო და მაგრამ იმას არ გაუნაწყენდა იმ წუთას კი განაწყენდა მაგრამ ეგრე არ გადაკიდებია ეს როგორ მითხარიო და მოდი რასაც აკეთებ ის გააკეთეო და კარგიო და ჩემთან ასეთი მაგრამ მაინც შემოდის ეგის არა იცით რა პროზაში კარგა შემოდის იქ ძალიან კარგად შემოდის ძალიან ლამაზად მაგრამ აი ცალკე ლექსებად იქ უკვე ცალკე რო დაწერა ბესიკმა მითხრა რომ ის როგორ ბაგის დაბეჭდა როგორ შეიძლებოდა რა მათშობიზე ასე იცით რა ეს უკვე ეგ არის რა უკვე ეს ის დროა როცა უკვე აი ხო აცდა უკვე რა აი ამ თლიანად გადავიდა ენობრივი ექსცენტრიკაზე თლიანად და გაუძვრა ხელიდან დაუსხლტა ჩემი აზრით რა ვიცი მისმა რელიგიურმა არა კი რელიგიური ძალიან შემოვიდა მაგრამ იცით რა ვარ განაპირობა მაგითო დაიწყო ექსპერიმენტები რომ რაღაც რელიგიურის რაღაც ეს არა მანამდე გადმოცემა კი არ უნდა არა მანამდე იცი რა შეიძლება მაგანაც ითამაშა თავისი როლი რომ
ძველი აღთქმა პირდაპირ კი არ მოეყოლა, სხვა ცოტა სხვანაირად მაგრამ გარკვეული როლი ამან, რა თქმა უნდა, აქ ბევრი რამეა, მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ ძალას ატანდა უკვე ხელოვნური გახდა. აი თავის მოთხრობებიდან ხო ყველა მოწონდა და ერთადერთი აქვს ასეთი მოთხრობა იოჰან სებასტიან ბახი, რომელზეც ამბობდეს, რომ გაკეთებული მოთხრობაა. ძალიან გაკეთებულიო და ფაქტიურად გაკეთებულს არ ათulis, იმიტომ შთაგონებით კი არ დაიწერა, რომ გადაწყვიტა, რომ ეს დაწეროს და დაწერა და წაიკითხება, თავის სიუჟეტი აქვს, იუმორიც აქვს, ყველაფერი, მაგრამ ეს ის არ არის, რა თქმა უნდა. და აი აქაც სხვადასხვა მიზეზები უნდა იყოს. აქ ბევრი კომპლექსური თვითონაც ვერ ახსნიდა, რატო გააკეთა ეს ყველაფერი. იმიტომ რელიგიური ნაკადი ძალიან გაძლიერდა მის შემოქმედებაში. ოღონდ ამ რელიგიურ ნაკადს გძნობ, მაგრამ წაუკითხავი ეს ყველაფერი. ცოტა ხელსაც უშლის. ხო. იმიტომ რომ აი ეს მომენტიც არის, ბევრი მომენტია, მაგრამ აი საბოლოოდ რა ვიცი ხა მაგაზე მე მიფიქრია მენობრივ სირთულეებზე, მაგრამ ერთი ის არის რაღაცა მუსიკას როგორც უსმენთ ბახი ხوارი კეთილხმოვანი მუსიკა. მაგრამ აი კეთილხმოვანება არ არის. აი მაგას ვამბობ. ეგ არ არის. ნახეთ ბახი ხوارი კეთილხმოვანი. კი, მაგაზე. მე რომ მოდიხარ სტრავინსკის მოსმენა უნდა ისწავლოს. სტრავინსკის ადვილად ვერ მოусმენ, მაგრამ თუ უსმენ ძალიან მაგარია. მაგრამ მე-20 საუკუნის ბოლოს იყო ერთი გერმანელი კომპოზიტორი, CRH ესეთი კომპოზიტორი იყო, რომლის ნაწარმოებსაც ორკესტრი 20 ტაქტზე მეც ვერ უკრავდა ერთ რეპეტიციაზე. ანუ იმაზე გამახსენეთ დღეში. კი, არა. მაგრამ ითვლება ეს კომპოზიტორი, რომელმაც ამოაღირავა საერთოდ ასე ახლა ჯოისი რო ვთქვი, ჯოისთან აგერ განსაზღვრა მე-20 საუკუნის პროზა, მან და პრუსტმა განსაზღვრეს ეს მე-20 საუკუნის პროზა. აი ამითი რომ ცოცხლად იკითხება. ხო და თუ მუსიკალობა არ არის, თუ იუმორი არ არის, უკვე აღარ რა არის. ვარსოვით იღლები უკვე სამდავნოდ დასაბრალში ფურცლები ეგ ექსპერიმენტი აპოლინერმა ჩაატარა უკვე წერტილბძინის გარეშე ლექსები აქვს დაწერილი. აი საინტერესო რა არის, აი უილიამ ფოლკნერს აქვს ასეთი რომანი გარდავედ მოსე და ერთი თავი იქ არის დათვი, ცალკეც ითარგმნა. და იმ დათვში არის ერთი თავი, რომელიც იქ არ შესულა. მე ხელახლა ვთარგმნეთ პაატა ჩხეიძემ და მე ეს რომანის ვთარგმნეთ და ეს დათვიც ხელახლა ვთარგმნეთ და ის თავიც, რომელიც არ შევიდა, მთლიანად არის ბიბლიაზე აგებული. მთლიანად არ არის არც ერთი სასვენი ნიშანი. რამდენიმე მძიმე არასწორ ადგილას დასმული, ოღონდ არის ძალიან რიტმული. წარმოიდგინეთ, ბიბლია შემოდის მან და ნამდვილი ფოლკნერი ეს არის და ის ამოიღეს, რა თქმა უნდა, საბჭოთა ეპოქაში ახლა იმას ვინ გაუშვებდა და ამას უნდა თარგმნა. აი როცა ვთარგმნეთ, ვეცადეთ რომ რიტმი, მუსიკა ეს ყველაფერი ყოფილიყო, ოღონდ ვერ რო დაიბეჭდა, გამოიცა და კარგ ახანს ვერ ვკითხულობდი, მე შინოდა რომ წავიკითხო, ვაი თუ ის არ იყოს და სანამ არ მითხრეს ერთმა, ორმა, სამმა, ოთხმა, რომ კარგა იკითხება და ყველაფერი გასაგებია, მე ხელახ ვეღარ წავიკითხე, იმიტომ რომ მე შინოდა რომ თუ ეს რიტმი არ არის, მაშინ გაუგებრობაა ის თავი. არა და ნამდვილი ფოლკნერია მუსიკით, რიტმით და სასვენი ნიშანი წარმოიდგინეთ, პოეზიაში კიდე შეიძლება სასვენი ნიშანი არ დასვა. პროზაში არც ერთი სასვენი ნიშანი და იკითხებოდეს და შინაარსი არ გაგექცეს ხელიდან, ეს არის ურთულესი. აი ურთულესი და რომ ითხრეს ვარაო, კარგად წავიკითხეთო, ამოვისუნთქე. და აი ძალიან აი ვატერპოლო ძალიან რიტმულია. აი ვატერპოლო რატო იქაც სხვა თამაში და ვისაც არ მოეწონეთ ჩვენთვის გაუგებარი იყო, რატო არ უნდა მოგეწონოს? იუმორის მოჩქებს. სიტყვის თამაშიც არის, თან ძალიან სიღრმეებში შედის, ენობრივი შრეები და აი იქ რო დარჩენილიყო, აი იქნებოდა საუკეთესო. მხოლოდ ერთი კაცი ცხოვრებითი მოთხოვნა. კი, ხო და აი მხოლოდ ერთი კაცი გაიმეორა მთლიანად, იცი რა, სტრუქტურა მე რა დაემართა გურამს, რომ თავის თავს იმეორებდა. ზოგადი სტრუქტურა უკვე ვატერპოლოს იმეორებს და უკვე ის ეფექტი აღარ არის. ცალკე რო წაიკითხო, მოგეწონება. ის რო წაკითხული გაქვს, ის უფრო ძლიერი მოთხრობაა. ეს უკვე ნაკლებად თავის გამეორება დაიწყო და მერე უკვე საერთოდ მხოლოდ ერთი კაცი მგონი უფრო ძველია ვიდრე არა, ვატერპოლო ადრინდელია. და აი ეს დაემართა, მაგრამ
მახსოვს ახლა დარბაზი აკეთებდა, ხო ეს გაცნობიერებული ექნებოდა, იქ რაღაც რა თქმა უნდა, არა, ენა იცოდა კარგად, აი მანამდე ესეთი მიგნებები აქვს ვატერპოლოში და საერთოდაც ისეთი მარჯვები აქვს, გძნობ რომ ენის სიღრმეში შედი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სიღრმეებში შედიოდა. სიყვარული არ იყო არა, იქამოს სამოსელ პიროში თავისუფალი არ იყო არა, იქაც იმევა, მაგრამ სულ სხვადასხვა. არა, ფრაზებს რომ იმეორებს ხან ამას თავის დანიშნულება აქვს, მაგრამ მე გავამო სტრუქტურა გაიმეორა, უკეთ თორე როცა ხან არის ლაიტმოტივად რომ გაზდევს ისეთი ეფექტურია ხოლმე. ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე. ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი მდინარე, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე. ჩვენ და ისეთი ესეთი ეფექტურად შემოდის ისე, ხო თითქოს არაფერი. მაგრამ ძალიან ღრმა ფრაზაა, ძალიან მუსიკალურიც არის და მე გადის ხანი და მეორდება მეორე იდუმალებასაც ქმნის. ესეთი არის ხელოვნება ქონდა, ძალიან დიდი სტილისტი იყო, ძალიან კარგი სტილისტი იყო. იყო, აი მეც ეგრე მომივიდა. იყო, ხო არა. მე ბოლომდე ძალიან მიყვარდა, პიროვნებაც მიყვარდა, მაგრამ აი რაღაც ხდება ეგ არაფერი, მაგრამ ესეც რატომ მოვყევი, რომ ეს ურთიერთობაც რომ მქონდა, ვიხსენებ კიდევაც პირველად უნდა წავსულიყავი გურამთან, სტუმრად ხო მოვიდა და მე უკვე ისე ახლოს ვიყავი, რომ მაკითხებდა. ერთ-ერთი პირველი ვინც მის მოთხრობებს კითხულობდა მე ვიყავი და სუპერულად რომ მითხრა რომ დამირეკა რომ მოდიო და ახლა რა ვქნა არ ვიცი და დერეც შემა მითხრა რომ ახლა მეუღლესო ყვავილები უნდა წაუღო ახლა ცხოვრებაში ყვავილები არ წამიღია არავისთან და მაგრამ ნუ ახლა გურამ დაჩანაშვილის მეუღლეა და ქორწილში რომ გოგი ქავთარაძეს ყვავილები მიაკეთე აი ესე მივდიოდი აი ესეთნაირად იმიტომ რომ გურამ დაჩანაშვილის მეუღლეს უნდა მიუტანო ყვავილები და რაღაც ეს ჩემთვის დიდი ამბავია ხო და აი ესე ვიყავი ხო გეუბნებით ძალიან ყველაფერს ვკითხულობდი წინასწარ ვკითხულობდი და იმ მოთხრობებს ესენი ერთ-ერთ პირველს მაქვს საკითხული და მე ასეთნაირად ასე დამთავრდა მაგრამ რა ვიცი აღგას არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ მაგრამ მახსოვს ახლა ერთი ამბავი მინდა გავუსწონო აი ერთხელ გურამ დოჩანაშვილი სიტყვას თხოვეს და როგორც წესი ბოთლიედო ხოლმე ჯიბეში ღვინის ბოთლი და პიჟაკი ქონდა შეკრული ესე რაღაცნაირად რა სულ აი ეს ალაბალა და არ უნდა გასულა გზის დარბაზში და გამოვიდესო და გავიდა ესე აი პიჟაკის მოქცეული ეს ბოთლი უჩას შარვალი ჩაჩაჩული დაინგრა დარბაზი იმიტომ რომ მას არ აქცევდნენ ყურადღებას ხმა არა მოუღია და უბრალოდ გამოვიდა და დაინგრა დარბაზი. ეს რუსთაველის თეატრში ხდება გადაჭედილ დარბაზში. აი ესეთი პოპულარული იყო. რომ დაინახეს და აი ესეთი ამბავი ხდებოდა. დაინგრა, არც არაფერი მე ჩამოვიდა დაჯდა. ხო, არა, იმიტომ რომ სიტყვა არა, იმიტომ აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ მან თავისი ნაწერებით თქვა ყველაფერი. სიტყვა ორატორი არ იყო, თუმცა აი ეს გამოსვლები რო ქონდა ხოლმე იქ ყვებოდა, საინტერესოდ ყვებოდა. იუმორიც ქონდა. აი ზოგს აქვს, აი ნაწერში აქვს იუმორი, ზეპირად ვერ ამჟღავნებს, ზოგი ზეპირად მოჩქებს იუმორი და ნაწერში რო წაიკითხავ არ არის და მოყოლეც კარგი იცოდა ხოლმე. ყვებოდა, კარგად ყვებოდა და თავის წიგნის განხილვაზე ამბებს ყვებოდა, რაღაც საინტერესო იყო ხოლმე და თან ხოლმე გეუბნებით, მე არ მწყიდებოდი, თუ დავდევდი, სადაც უატარებდა, მაშინ არ ტარდებოდა ხოლმე საღამოები. ასე ხშირად, ერთადერთი ამის ტარდებოდა. თუ მანამდე თქვა, აი პოეტები ატარებდნენ ხოლმე ხა, პოეტებს ჰქონდათ ხოლმე ხშირი და პროზაიკოსებს არა, მაგრამ აი რაკეთ პოპულარული კითხველი ყავდა, რაკი უნდოდათ, სთხოვდნენ და უარს არაუბნეოდა არავის და ესე სულ ასე და სადაც ის იყო და თან მე რა გაიხარდათ ახლა აკაკი ბაქრაძე ხო, მაშინ აკაკი ბაქრაძე ძალიან პოპულარული იყო. ძალიან პოპულარული და აკაკი რო დიდი წერილი დაწერა სამოსელ პირველზე, ესეც ძალიან გაეხარდათ, ესეც რომ აი აკაკი დაბეჭდა თავისი სიტყვით, ამას ხო დიდი წერილია, კარგი საფუძვლიანი ანალიზია, კარგი ანალიზია, მაგრამ გურამს არ მოეწონა ეს წერილი და მეუბნეოდა რომ ეხლა აკაკიზეო როგორაო თორეო ეხლა პასუხი როგორ დაუწერო პასუხიო თორე პასუხს ხო აკრიტიკებდა მე ესე მახსოვს თითქოს დოჩანაშვილი არა აკებდა ერთი ორი ადგილი დაუწყუნა და მითხრა რომ ხა პასუხი
არა, ის პანეგი, არა. იქ ერთი ორი შენიშვნას დილობისთვის იყო გარეული და ეხლა პასუხიო, მაგრამ აკაკისო როგორ დავწერო. თორეო კი იმსახურებს მეც ხარი არის ხა მე აწამიქეზებია ეს ის დროა რომ მიჯერებდა რაღაცებს და ხო და ზოგს უხარია ხოლმე და უჩხიკინები რომ მიდიო და მე პირიქით რატო ეხლა აკაკიზე არ მინდოდა რომ თან გურამი წააგებდა ეხლა აკაკისთან კამათში ეგეც ვიცოდი წააგებდა და არა ეხლა იმსახურებსო არ ერთი ორი შენიშვნა იყო თორე აღიარა აკაკიმ როგორც ერთ-ერთი მონაპოვარი თვითონ ეს დომენიკო რატო ის ქართული რა ქონდაო არა მაგაზე ამბობდა რომ შეიძლება ეს ამბობდა რომ შეიძლება ახირებაო მაგრამ ნუ რა მოხდა მწერალს აქ უფლებაო მაგაზე მაინცსა და მაინც არ იმას ერჩია რომ ქართული სახელები რატო არის თქვა დომენიკო რატო არ არის მაგრამ ნუ ეგეც მწერლის უფლებაა ხო მაინცსა და მაინც ამის გამო არ ძრახავდა მთლიანობაში ის კარგი წერილი იყო მაკლია გულს ძალიან გურამი აი ეს რასაც ხედავ იმიტომ მაგრამ ეხლა მარტო გურამი კი არა ნაკლებად კითხულობენ საერთოდ და ნაკლებად ამიტომ არის აუცილებელი აი ეს სატელევიზიო დადგმები რო იყო იმანაც მოუპატანა პოპულარობა ეროსი მარჯალაძე იყო შესანიშნავი მოერგო ეროსის მოერგო ისიც ოღონდ იცი რა ეს თეატრშიც დაიდგა ტელევიზიაშიც იყო მაგრამ ამ ორმა მოთხრობამ აი სადაც ეროსი თამაშობდა ხო და მოირგო და იქ დადგმაში ლექსებს რო ამბობს და ეს საგანგებოდ თხოვა იქ მოთხრობაში არის მარტო რომ მარტო იმას ამბობს ქუჩაში მტვერში წაიქცა ბავშვი და იქ უთხრა რომ ლექსები მათქმევინეო და ადგა და ჩამოუწერეო ლექსები გალაქტიონია სხვა ტიციანია, სხვები და უნდოდა რომ ლექსები ეთქვა. ეროსი მას დიდი როლი ითამაშა. აი ხო იყო არის ეროსისთვის იყო თითქოს დაწერილი ეს ორივე მოთხრობა ხო, ორივე მოთხრობა იყო. ფილმად აი ეს ახლა თუ გადაიღეს სამოსელი პირველი იქნება შესანიშნავი სერია. ძალიან კარგი სერია იქნება. ეს ვატერპოლო დაიდგა და რა გითხრათ აბა ბესამე ასე ქვია ფილმს ქვია ბესამე მთავარი გმირის სახელი და მაგრამ აი ეს ფილმი თუ გადაიღეს სერიალი იქნება მშვენიერი კოლორიტული სახეები ესეთი ყოველ შემთხვევაში მაინც თუ ვინმე არის აი მე-20 საუკუნის ქართული პროზა ერთ-ერთი დიდი სახელი მნიშვნელოვანი სახელი და მკითხველი ეყოლება ყოველთვის ეყოლება მკითხველი. ხა მე მინდა რომ მეტი ყავდეს, მაგრამ ნუ აი გემოვნებიანი ვინც არის და ვისაც ესმის, გურამ დოჩანაშვილი იქნება მისი საყვარელი მწერალი. თუ გაქვს შეკითხვა თუ გაქვს, თუ შეკითხვებიც იყო და ყველაფერი იყო.